მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენ იმყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება სტიქიებისა და ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით აპრილის თვის ტენდენციების დადგენას. ზოგადი გაშლა იქნება ეს, არ იქნება რაღაც სფეროების მიხედვით ჩაშლა, თუმცა მაინც მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ ტენდენციები და ძირითადი ასპექტები გამოკვეთოთ აპრილის თვესთან დაკავშირებით. ვნახოთ ახლა თითოეული სტიქიის წარმომადგენლისთვის როგორი იქნება ტენდენცია აპრილის თვეში. როგორი ტენდენცია იქნება მიწის სტიქიის წარმომადგენლებს, როგორი ტენდენცია იქნება წყლის სტიქიის წარმომადგენლებს, როგორი ტენდენცია იქნება ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს და ბოლოს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებთან რა ტენდენციები იქნება გამოხატული. მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი, ეს ზოგადი ტენდენციები. ეხლა ამ დასტით ვნახოთ თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის, სტიქიაში შემავალი ზოდიაქოს ნიშნისთვის ცალ-ცალკე აპრილისთვის ტენდენციები. ვნახოთ აბა. მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის კურო, ქალწული და თხის რქა გვეყოლება. ესე, გავაკეთოთ ყველაფერი რო კარგად ჩანდეს. მიწის სტიქიასთან კურო, ქალწული, თხის რქა. წყლის სტიქიასთან გვექნება მორიელი, თევზები და კირჩხები. ესე. ისაკთავდებ ცოტა ხანს. აქვე იქნება ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. ტყუპები, მერწყული და სასწორი. არ მეტევა და უნდა გადავდო თქვენის ნებართვით, აქ ოდნავ შევავიწროვოთ ყველაფერი. ესე, ზუსტად ეს. და ბოლოს გვექნება მიწის სტიქია, ბოდიში ცეცხლის სტიქიასთან მიმართებაში აპრილის თვის ტენდენციები. ლომებისთვის, კირჩხებისთვის და მშვილდოსნებისთვის. ჩემო ძვირფასებო, აქვე მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, რომ გადახედეთ, ანუ სტიქიებსა და ზოდიაქოს ნიშნებს ტენდენციების თვალსაზრისით შეგიძლიათ უსმინოთ იმ ძირითადი ნიშნის მიხედვით, რომელ ნიშანშიდაც გყავთ თქვენი მზე, რომელ ნიშანშია თქვენი მთვარე, ასტროლოგიურ ნიშანს გულისხმობ და ასევე თქვენი ძირითადი ასცენდენტი რა არის. აი ამას რო შეაჯამებთ, საბოლოო ჯამში შესაძლებელია, რომ ძალიან ზუსტი პროგნოზი გამოგივიდეთ. ამიტომ თუ უყურებთ და იცით რა ნიშანია თქვენი მზე, რა ნიშანია თქვენი მთვარე და რა ნიშანია თქვენი ასცენდენტი, მთლიანად ტენდენცია გამოიკვეთება თქვენი აპრილის თვის. და ეხლა ახალი დასტით გუშინ მივიღე ეს დასტა, მინდა რომ ამოვიღო ასევე თითოეული სტიქიისათვის რჩევა. ესეც ვნახოთ აპრილის თვესთან დაკავშირებით რჩევა თითოეულ სტიქიას რა ექნება. რჩევა მიწის სტიქიასთან, რჩევა წყლის სტიქიასთან, რჩევა ჰაერის სტიქიასთან და რჩევა ცეცხლის სტიქიასთან. დავიწყოთ ახლა გარჩევა ზოგადად ამ ტენდენციებისა. ასევე შეგახსენებთ, რომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დაკომენტარება, გაზიარება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკული ბალანსის დაცვისათვის. ვნახოთ მიწის სტიქია, როგორი იქნება თქვენი ტენდენციები. არკანი იეროფანტი. მიწის სტიქიის ზოგადი ტენდენცია აპრილში იქნება არკანი იეროფანტი. ტენდენციის თვალსაზრისით აქ თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ
ძლიერი პიროვნებები მიყურებთ. პრინციპში მიწის სტიქიის წარმომადგენლები ნამდვილად დამჯდარი ფსიქიკის ადამიანები არიან, ძალიან რეალისტები არიან და საკმაოდ დიდი და მძლავრი ფიზიკური ენერგია გააჩნიათ. აი ამ არკანზე, იეროფანტის არკანზე, სწორედ გამოსახულია ესეთი ხარირემი, რომელიც უკან ფონზე ზამთრიდან, აი ეს გამთრიდან მოდის ახლა და აპრილში ფაქტიურად გაზაფხულის დადგომასთან ერთად იღვიძებს, ფხიზლდება და მისი სიბრძნე, მისი ეს გონიერება, მისი ეს სიდინჯე მთელი სრულფასოვნებით ვლინდება. თქვენ ფაქტიურად აპრილის თვეში მიწის სტიქიის წარმომადგენლებს შეძლებთ გარკვეული ბურუსიდან, გარკვეული აი ესეთი რაღაც დაფარული და ბურული სიტუაციებიდან გამოსვლას და ეს გასაღებები, რომელიც აი ამ ხარირემს მოყვება, მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ უკვე ახალი შესაძლებლობებით, ახალი ენთუზიაზმით, ახალი შთაგონებით, ახალი გაცნობიერებებით დაიწყოთ აპრილის თვე. ეს არის ზოგადი ტენდენცია მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. აი ახლა ვნახოთ ზოგადი ტენდენცია წყალთან რა იქნება, მოდი ესე დავიწყოთ მაშინ და მე ჩავყვეთ თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის. ზოგადი ტენდენცია წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. წყლის სტიქია, 4-იანი ხმლები. ზოგადი ტენდენცია, აქ ჩემო ძვირფასებო, არის ერთგვარი დასვენების პერიოდი, შესვენების პერიოდი, იმიტომ რომ აქ ამ არკანზე გამოსახული არის შევარდენი. შევარდენი არის საკმაოდ מחვილთვალიანი ფრინველი, მონადირე ფრინველი, თუმცა ზოგ შემთხვევაში შევარდენსაც სჭირდება თვითონ რომ არ გახდეს მსხვერპლი რაღაც მომენტში რომ გაირინდოს. აი აპრილის თვის ტენდენციები წყლის სტიქიასთან დაკავშირებით არის ზუსტად ესეთი, რომ გარინდების სიტუაციას გირჩევენ. ვნახავთ მე რჩევაში ინდივიდუალურად თქვენ სტიქიასთან მიმართებაში რა ამოვა, მაგრამ უკაცრავად აი აქ ნამდვილად სიტუაცია ესეთი, რომ თქვენ ხართ აი დახურული ფრთებით, ჩაქინდრული თავით და ძალიან შერწყმული ხართ თვითონ იმ სიტუაციას, სადაც ხართ და ეს სავარაუდოდ თქვენი თვით გადარჩენის ერთ-ერთი გზა არის. ესეთია აპრილის ტენდენცია წყლის სტიქიასთვის. მე ვნახოთ უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნისთვის და რჩევასაც ცალკე ვნახავთ. ეხლა გადავიდეთ ჰაერის სტიქიასთან. რა გვაქვს ზოგადი ტენდენცია აპრილთან? ეს ჰაერის სტიქია არის 2-იანი ხმლების ენერგია. ესე იწყება ჰაერის სტიქია. პრინციპში აქ შეიძლება ვთქვათ, რომ გარკვეული ტიპის ახალი აზრები შეიძლება მოვიდეს ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებთან. შეიძლება რაღაცა გზები გამოჩნდეს უფრო ინტუიციური მიმართულებით. არ ვიცი, შესაძლოა აქ იყოს ისეთი სიტუაცია ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებთან, რომ გიწევდეთ მოქმედება ინტუიციურად. შეიძლება ესე პირდაპირ თქვენს წინაშე არ იყოს კონკრეტული და ზუსტი განსაზღვრებები რა როგორ უნდა გააკეთოთ, მაგრამ მოგიწევთ რომ მიყვეთ ინტუიციას, მიყვეთ შინაგან ხმას აპრილის თვეში ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებმა და ასე გაიკვალოთ გზა. რჩევის სახით და მე თითოეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით თავისთავად ცხადია ცალკე ჩავშლით, მაგრამ ტენდენცია თვისა არის ესეთი თქვენთან მიმართებაში ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებო და ბოლოს ვნახოთ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლების ტენდენცია რა არის? 2-იანი თასები. 2-იანი თასები აპრილის თვეში აქ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს შესაძლოა პირდაპირ მნიშვნელობით გამოუჩნდეს მეწყვილე ან თანამოაზრე, რომელთან მიმართებაშიდაც თქვენ დაფიქრდებით და შეიძლება დაუშვათ მოგინდეთ და გაგიჩნდეთ სურვილი რაღაცა გაერთიანების, რაღაცა ერთ სივრცეში ყოფნის, ახალი გრძნობების და ემოციების დასაწყისი შეიძლება გახდეს ეს ყველაფერი. აპრილის თვეში ეს ახალი გაცნობა ან ახალი წამოწყება ან უკვე არსებულ ადამიანთან ახალი ტიპის ურთიერთობების დასაწყისი თქვენს შემთხვევაში გამოიწვევს ერთგვარ სიახლეს, ერთგვარ ენთუზიაზმს, რომ მეტი
ცნობის მოყვარეობით და მეტი ინტერესით შეხვდეთ ამ თვის ტენდენციებს. ეხლა ვნახოთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, მიწის სტიქიით დავიწყოთ, როგორც წეღან უკვე დავალაგე არკანები და ვნახოთ კუროებო თქვენთვის რა ხდება. კუროები პირდაპირ მოვიდა აქ შეყვარებულების მაღალი არკანი და პრინციპში თვის ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ იეროფანტისას, ზოგიერთ დასტაში ეს არკანი პირდაპირ ქორწინებაზე მიანიშნებს, შესაძლოა თქვენ იპოვოთ აქ თქვენი მეორე ნახევარი, ან მიიღოთ გადაწყვეტილება ქორწინებასთან დაკავშირებით, ან მიიღოთ გარკვეული ტიპის არჩევანი, რომელიც უკავშირდება რაღაცა ფორმით ურთიერთობის ან დაკანონებას, ან გამჟღავნებას, ან საზოგადოებაში შეიძლება ეს ყველაფერი გაასაჯაროვოთ. ეს ურთიერთობა კონკრეტულად ახლა რას ეხება, ამას სამწუხაროდ ამ გაშლის ფარგლებში მე ვერ ჩავშლი, მაგრამ ზოგადად ტენდენცია კუროებისათვის უფრო მეტად იქნება გადაწყვეტილებები ემოციების ნაწილში და პარტნიორთან მიმართებაში სავარაუდოდ, რომელთანაც შეიძლება გაგაჩნდეთ გარკვეული ტიპის განსხვავება, ჩემო ძვირფასო კუროებო. ეხლა ვნახოთ ქალწულებთან რა ხდება. ქალწულებთან მოვიდა აქაც მაღალი არკანი. რა საინტერესოა, მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის აპრილი ძალიან გრანდიოზულად იწყება, იმიტომ რომ ზოგადი ტენდენციაც უმაღლესი არკანი მოვიდა, კუროებთანაც უმაღლესი არკანი და აგერ კიდე ერთი უმაღლესი არკანი ქალწულებთან, არკანი იეროფანტი. იეროფანტი ეს არის მდგომარეობა და მით უმეტეს ამ დასტაში ეს არის მდგომარეობა, როდესაც ქალწულები მოახერხებენ და საკუთარ შინაგან ცენტრს იპოვნიან. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება ძალიან დიდი გზა გაიარეთ, შეიძლება ძალიან დაიღალეთ ამ გზაზე, შესაძლოა ძალიან დიდი იმედგაცრუება არა, მაგრამ აი სიმძიმე რო გაქვს უკვე რომ აღარ გინდა დაღლა გაქვს და ვიღალე, აღარ მინდა მომბეზრდა, არც ეს მინდა, არც ის მინდა, ანუ რაღაცა შეიძლება იმედგაცრუებებით მოდიოდით, მაგრამ აი აპრილის თვეში ქალწულებო თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა რომ შინაგან ცენტრთან კავშირი აღადგინოთ შინაგანი, იპოვოთ და დაინახოთ თქვენი შინაგანი ძალა და თქვენი შინაგანი სინათლე და ეს მოგცემთ შესაძლებლობას მერე საკუთარ თავთან დაბრუნება, უკვე მოგცემთ შესაძლებლობას რომ გარე სამყაროსთანაც ურთიერთობის ნაწილში აღადგინოთ ბალანსი. აი ესეთი იყო ქალწულები, ახლა ვნახოთ თხის რქებთან რა ხდება. თხის რქები, შვიდიანი პენტაკლები, პირდაპირ მიწის სტიქიის წარმომადგენლები მოხვედით აქ აი ამ განზომილებით. ნახეთ რა ხდება, ადამიანი, რომელმაც დათესა გარკვეული ტიპის მარჯვლები და ელოდება ახლა მთელი სასოებით მომავალს. პირდაპირ მნიშვნელობით ზოგიერთი თხის რქა მართლა შეიძლება მიწასთან მუშაობით იღებდეს ბუნების ენერგიას და ეს ძალიან კარგია თხის რქებისათვის, იმიტომ რომ მათ ძალიან უყვართ ბუნება და მიწასთან კავშირი, ეს ძალიან დიდ ენერგეტიკულ რესურსს წარმოადგენს მათთვის, ეს პირდაპირ მნიშვნელობით და ასევე შესაძლოა თქვენ შეამჩნიოთ თქვენი შრომის ყველა საკითხს ეხება ეს, თქვენი ძალისხმევის, რაც წინა პერიოდში განახორციელეთ, შედეგები. ოღონდ ეს არ იქნება ისეთი შედეგები, რომ აი პირდაპირ უკვე ნაყოფზე გადავალთ და დაუშვათ უკვე შეგეძლებათ, რომ ხელშესახები გახადოთ. არა, უბრალოდ ნახეთ თქვენი დათესილი მარცვლებიდან უკვე ამოდის გარკვეული ტიპის აღმოცენდება, გარკვეული ტიპის მცენარე და ეს მცენარე კიდე თავის მხრივ საჭიროებს დამატებით მოვლაპატრონობას, რომ მერე გაიზარდოს და მოგცეთ ნაყოფი, ხო? თუმცა ეს უკვე კარგია, რომ თესლებმა გაიხარა, უკვე კარგია, რომ პრინციპში ძალისხმევა ფუჭად დახარჯული არ არის და აპრილის თვის მდგომარეობით შეგვიძლია თხის რქებს ვურჩიოთ, რომ არ მოდუნდეთ, განაგრძეთ ზრუნვა თქვენთვის მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე. და მუშაობა, რა თქმა უნდა, ამ თემებთან დაკავშირებით. ვნახოთ ახლა წყლის სტიქიებისათვის მორიელებთან რა ხდება. მორიელებო, სამიანი პენტაკლები მოვიდა აქ, თქვენი ენერგია. მორიელების სიტუაციაში სამიანი პენტაკლები ამ დასტაში
იცით რა, შესაძლოა რომ თქვენ გარკვეული ტიპის ხიბლი შეიძინოთ აქ ამ შემთხვევაში, მაგრამ ნახეთ ზოგად ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ თქვენსას წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის, ანუ 4-იანი ხმლები რო იყო, აქ მოვიდა 3-იანი პენტაკლები მორიელებთან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიანაც გამოამჟღავნებთ თქვენს მიზნებს, გამოამჟღავნებთ თქვენს კეთილგანწყობას, თქვენს მოწონებას ვიღაცის მიმართ. ესე ძალიან შესამჩნევს გახდით თქვენს გრძნობებსა და შეგრძნებებს, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება საზოგადოებამ ჩამოგართვათ, რომ თქვენ ეძებთ იმდენად დაუშვათ აღარ გაქვთ შინაგანი ცენტრი, რომ გარეთ ეძებთ ამ ცენტრებს და მორიელები ამ დროს ძალიან ინტუიციური ნიშნები ბრძანდებით და დაიწყებთ გარეთ ესე ძალიან ქაოტურად აქტიურ ქმედებებს, იმიტომ რომ ეს თქვენ რეპუტაციას შესაძლოა სასარგებლოდ არ წაადგეს მორიელებო. ეხლა ვნახოთ თევზებთან რა ხდება. თევზებო, არკანი ზომიერება მოვიდა თქვენს შემთხვევაში და პირდაპირ გვირჩევენ ზომიერების დაცვას. პრინციპში თევზები არის ორი ნიშანი, ურთიერთსაწინააღმდეგო მცურავი თევზის ნიშანი და მუდმივად გაქვთ გამოწვევა ისედაც თევზებს წონასწორობისა და ზომიერების დაცვის. აი ეს არკანი ზუსტად აპრილის ზოგადი ტენდენციები თქვენთან მიმართებაში და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ თვის ტენდენცია არის 4-იანი ხმლები, გირჩევთ დაიცვათ ზომიერება ყველაფერში და ყველასთან მიმართებაში. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა სფეროს, რაც არის თქვენს სივრცეში. და იქნებით ზედმეტად ან კრიტიკულები, ან რაღაცა შეუვალები, იქნებით ზედმეტად მომთხოვნები ადამიანებთან, არამედ წონასწორობა დაიცავით და დაელოდეთ, რომ თქვენთვის უფრო სასარგებლო პერიოდი დადგეს. ცუდი პერიოდი აქ ნამდვილად არ არის, უბრალოდ დაუშვათ ტენდენციები თუ გაქვთ, ახლა თქვენ ხასიათში აქ მე 4-იან ხმლების გათვალისწინებით ვატყობ, რომ რაღაცა თითქოს ცოტა აგრესიული ტენდენციები მომდის წყლის სტიქიის წარმომადგენლებთან, ამიტომ რჩევის სახით გირჩევდით, რჩევას ცალკე ვნახავთ, მაგრამ რჩევის სახით გირჩევდით, რომ ზომიერება დაიცვათ ყველაფერთან მიმართებაში და ვნახოთ ახლა წყლის სტიქიის ბოლო წარმომადგენლები, კირჩხები. კირჩხებო, ხმლების მეფე მოვიდა თქვენთან. ამ შემთხვევაში პრინციპში წყლის სტიქია ზოგადად, რასაც მე ვუყურებ, აქ არის უფრო მეტად საკუთარ თავზე ორიენტირება უნდა გააკეთოთ. აქ არ არის აპრილი ის დრო, როდესაც თქვენ გარეთ უნდა გახვიდეთ და საზოგადოებას ძალიან გააცნოთ ან დაანახოთ თქვენი თავი, არამედ აქ ყველა შემთხვევაში ტენდენციის მიხედვითაც და თითოეული წყლის სტიქიის წარმომადგენლის მიხედვითაც აჩვენებს არკანები, რომ ჯობია საკუთარ თავთან დარჩეთ, უფრო მეტი დრო დაუთმოთ საკუთარი სიღრმეების ამოცნობას, იმიტომ რომ აქ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი თქვენგანი ახალ აღმოჩენებს გააკეთებს საკუთარ თავში და ეს თვე გამოიყენეთ საკუთარ თავთან უფრო მეტად დაახლოებისთვის. ისევე როგორც კირჩხებთან მიმართებაშიც ეს არის ერთგვარი რაღაცნაირი სიბრძნე, აი ნახეთ აქ ბუც არის გამოხატული, აქ ყვავიც არის გამოხატული, თვითონ ეს ადამიანიც გაჭაყარავებულია, ხო, დახატული. ეს სიბრძნე არც ერთი აი აქ რაც არის დახატული, აქ ღამურაც არის, არ არის სწრაფი ენერგია. არ არის სწრაფი ენერგია, აპრილში სისწრაფე საჭირო არ არის. უფრო მეტად საჭირო არის სიდინჯე და უფრო მეტად საჭირო არის დაკვირვებულობა, რომ დააკვირდეთ, მონიშნოთ თქვენთვის საინტერესო სივრცე და როცა ამისი დრო დადგება, მიხვიდეთ და უბრალოდ მარტივად აიღოთ ომის, ბრძოლის და დავიდარების გარეშე. აი ესეთი იყო წყლის სტიქიის წარმომადგენლები. ეხლა ვნახოთ ჰაერის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნები. ჩემოძვირფასებო, არ გათიშოთ ვიდეო, იმიტომ რომ რჩევის სახით თითოეულ სტიქიასთან კიდე ცალკე გვაქვს დამატებით არკანები ამოსაღებ. ვნახოთ ტყუპებთან რა ხდება ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები. 6-იანი ხმლები ტყუპებო, 6-იანი ხმლები. ეს არის მდგომარეობა, იცით რა, ზოგად ტენდენციას აქაც თუ გავითვალისწინებთ,
ორიანი ხმლები იყო თქვენი ზოგადი ენერგია და აი ექვსიანი ხმლები ინტუიციას ენდეთ თქო მე აქ წეღან გითხარით ტყუპებს კი არა ჰაერისტიკის წარმომადგენლებს და ტყუპებთანაც იგივეს გავიმეორებ რომ ენდეთ ინტუიციას ნუ ჩავარდებით აპრილის თვეში რაღაცა ძალიან დიდ სასოწარკვეთაში იმიტომ რომ ამისი დიდი შანსები არსებობს ძალიან მღელვარე ემოციური თვე გელოდებათ აპრილში, ამიტომ დაიცავით ყველანაირად წონასწორობა და ეს წონასწორობა ზოგადი თვის ტენდენციის მიხედვით დაგეხმარებათ რომ დაიცვათ თუნდაც იგივე საკუთარ თავთან. ეს მთვარის ენერგია აქვს გამოსახული. მთვარი არის ძალიან ინტუიციური არკანი, შეგიძლიათ გააკეთოთ მედიტაციები, ჩაღრმავებები, რაღაცა ისე იგნოთ თუნდაც მთვარის შუქზე. ესეც გარკვეული ტიპის სიმშვიდეს მოგიტანთ ემოციური თვალსაზრისით. ნახოთ მერწყულებთან რა ხდება ჰაერისტიკის წარმომადგენლებთან, მერწყულებთანაც ცხრიანი ხმლები მოვიდა, მოკლედ აი ტენდენცია რაც არის იგივე მეორდება ნიშნების მიხედვით, აი საოცარია მოკლედ როგორ მუშაობს ეს ენერგიები სამყაროში. მერწყულებო ცხრიანი ხმლებია თქვენთან, აქაც გამოსავალს შესაძლოა ვერ პოულობდეთ, შესაძლოა ძალიან დიდი ხანია ბჭობდეთ, ვერ გაგერკვიათ სად როგორ უნდა მოიქცეთ, თითქოს ერთ დღეს შეიძლება რაღაცა კარგი და დამაიმედებელი ტენდენციები იყოს და მეორე დღეს იყოს რაღაცა ძალიან ძიმე საპირისპირო შედეგები ამ იმედის, ხო? ამიტომ ეცადეთ თქვენც იგივეს გირჩევთ, რომ ისევ როგორც ტყუპებს და ზოგად ტენდენციებს ეცადეთ ნუ ჩავარდებით ძალიან ღრმა დეპრესიულ და სასოწარკვეთილ ემოციებში. აქ შინაგანად პრინციპში ტყუპებთანაც და მერწყულებთანაც ორივე ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ არიან ძალიან სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, ხო, ორივეს აქვს წითელი შესამოსელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მზად ხართ შინაგანად არის თქვენში ძალა, ბრძოლის, ამიტომ ნუ დაყრით ფარხმალს, უბრალოდ ენერგია, რომელიც ბრძოლას უნდა მოახმაროთ, საჭირო რომ თავიდან სწორად განსაზღვროთ, რა მიმართულებით უნდა წარმართოთ. აი მერე შეიძლება უკვე რომ გადახვიდეთ აი ეს სტრატეგიული ნაბიჯების განხორციელებაზე. ვნახოთ ახლა სასწორებთან რა ხდება. სასწორებთანაც აი პირდაპირ გავგიჟდი, არკანის სულელი მოვიდა. სულელის ენერგია ამ სიტუაციაში მოგიწევთ სასწორებო პირდაპირ მნიშვნელობით დაიცვათ წონასწორობა და პირდაპირ მნიშვნელობით ეცადოთ რომ დაიცვათ ბალანსი, არც რაღაცა ზედმეტად გადაეშვათ იმედებში და მოლოდინებში და არც ძალიან რეალისტურად არ შეხედოთ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს თქვენ შემთხვევაში იქნება საკმაოდ დამთრგუნველი. გამოიყენეთ წარსული გამოცდილება სასწორებო და ეცადეთ რომ აპრილის თვე მეტნაკლებად ემოციური სტაბილურობის ფონზე გაატაროთ, იმიტომ რომ ტენდენცია, როგორც წეგან გითხარით, ჰაერის ნიშნებთან საკმაოდ რთულია აპრილის თვეში. ნახოთ ახლა ცეცხლთან რა ხდება, დავიწყოთ ლომით. ლომებო თქვენთან რა ხდება? ხმლების დედოფლები მოვიდნენ, აქ ლომები. მე წეგან გითხარით, რომ თქვენ შეიძლება მოკავშირე გაიჩინოთ, თქო ზოგადად ცეცხლის სტიქიასთან მიმართებაში და აი ლომებო, კი ბატონო, ეს არის ქალი, ძლიერი ქალი, რომელიც დგას და უყურებს აი ესე ნავებით დატვირთულ შემაღლებულ ადგილზე, მოკლედ უყურებს მისთვის საინტერესო ტერიტორიას. აქვე გამოსახული არის არწივი, რომელიც ზვერავს, სად შეიძლება რომ მოკავშირეები ვნახოთ. ლომებთან მიმართებაში მე მჯერა თქვენი გონიერების, ლომებო, დარწმუნებული ვარ, რომ არ გიღალატებთ არც ამ შემთხვევაში ინტუიცია, უბრალოდ რჩევის სახით მინდა გითხრათ, რომ ნუ აჩქარდებით, კარგად აწონდაწონეთ ეს ყველაფერი. ვნახოთ ახლა შემდეგი ვერძებთან რა ხდება. რვიანი ხმლები. ვერძების შემთხვევაში აქ შეიძლება იყოს გარკვეული ტიპის იმედგაცრუება, რაღაცა
სიტუაცია, როდესაც თითქოს თქვენს ძალებს აღემატება უკვე ყველაფერი აპრილში, მაგრამ ნახეთ, ეს არის თქვენი ილუზია, იმიტომ რომ ეს გოგონა, რასაც სარკეში ხედავს, თვითონ ესე არ არის. ანუ სარკეში სულ სხვა აღქმა და საკუთარი თავის რეალური გამოვლინება არის აბსოლუტურად სხვა. ამიტომ თქვენს თავში მოძებნეთ ძალა, ეს რაღაცა გაორებული ენერგიები ჩამოიშორეთ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეძლებთ გარკვეული ტიპის მენტალური წონასწორობის აღდგენას ვერძებო და ბოლოს ვნახოთ ახლა მშვილდოსნებთან რა ხდება? მშვილდოსნებთან არის ცხრიანი თასების ენერგია. ცხრიანი თასები ამ შემთხვევაში არის რაღაცნაირი განთავისუფლება, რაღაცნაირი აი გულის ჩაკრა აქ არის გათავისუფლებული და თითქოს რაღაცა მზის სხივებს ასხივებს. პრინციპში ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს აპრილი გაქვთ ძალიან ემოციური და აქ პირდაპირ აჩვენა. შიშები შეიძლება დადგეს დღის წესრიგში ემოციები და რაც შეეხება უშუალოდ მშვილდოსნებთან მიმართებაში აქ არის თითქოს რაღაცა აი ამოფრქვევა, გათავისუფლება, რომ აი ამოვთქვი ერთხელ და სამუდამოდ ვთქვი, რაც მინდოდა. რჩევას მაინც ვითვალისწინებთ ზოგადი თვის ტენდენციის მიხედვით, რომ აი ესე პირდაპირ პირველივე შემთხვევებთან ამოთქვამთ და გაიხსნებით, მაინც დაიტოვეთ თქვენთვის რაღაცა დააკვირდით, როგორი ადამიანი გიდგათ წინ მსმენელი, ვისთანაც აზიარებთ აი ამ ემოციას. მე აქ ვიტყოდი, რომ მშვილდოსნებს უფრო მეტი თავდაჯერება მოგემატებათ და სავარაუდოდ შეიძლება ისიც და არც იყოს საჭირო, რომ რაღაცა სხვა ადამიანი არსებობდეს. შეიძლება ეს იყოს თქვენი შინაგანი მდგომარეობა, რომ მე უკვე საკმარისი ვარ, შემდგარი ვარ და აღარც მჭირდება პრინციპში სხვა ადამიანები ან ადამიანი. ეხლა კი გადავიდეთ ჩემო ძვირფასებო ზოგადად რჩევაზე, სტიქიების მიხედვით. მიწის სტიქიის რჩევა რა არის? სასწაული რჩევაც აქ მიწასთან წეღანაც გითხარით, რომ მაღალი არკანები დაალაგდათქო და რჩევის სახითაც აქ პირდაპირ მოვიდა არკანი ეშმაკი, მიწის სტიქიის წარმომადგენლებო. აქ პირდაპირ ვამბობ, არკანი შეყვარებულები მოვიდა აქ ქალწულებთან და აქ რჩევის სახით მოვიდა არკანი ეშმაკი. ძირითადი ტენდენცია გვაქვს იეროფანტი, ძალიან ბევრთან მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან შეიძლება წინა პლანზე წამოიწიოს ოჯახურმა თემებმა ან პარტნიორთან დაკავშირებულმა საკითხებმა და ეცადეთ, რომ ეს ყველაფერი საუკეთესო გზით გადაწყვიტოთ თქვენს შემთხვევაში, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც თქვენს წინ დგას, ან შეიძლება გპირდებათ ძალიან დიდ ემოციურ ბალანსს, მთლად ის შეიძლება არ აღმოჩნდეს, ვინც თქვენ გგონიათ, იმიტომ რომ ხიბლი არაჩვეულებრივი აქვს, მიზიდულობა ძალიან ძლიერია. ეს ეხება ყველა სფეროს მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის, ეს მხოლოდ პარტნიორობის ნაწილზე არ არის, ანუ შეიძლება ცდუნება იყოს ძალიან მაღალი, მაგრამ ამ ცდუნების ფასიც იყოს ძალიან მაღალი. ამიტომ მიწის სტიქიის წარმომადგენლებო, გონიერება შეინარჩუნეთ, თქვენ ეს ნამდვილად არ გაკლიათ და დინჯად, თქვენეული სიდინჯით მიყევით აპრილის თვესაც. მაგრამ ძალა შინაგანი ენერგია, ენერგეტიკული ბალანსი, ენერგეტიკული რესურსი უკვე აღდგენილი გაქვთ მეტ-ნაკლებად. აი ესეთი სიტუაცია გვაქვს მოკლედ მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან. ეხლა ვნახოთ რჩევა, ზოგადი რჩევა წყლის სტიქიის წარმომადგენლებთან რა იქნება. წყლის სტიქია, არკანი განდეგილი. მოკლედ გიჟდები, მეგობრებო, რა დონეზე ჰარმონიაშია ეს ენერგიები, ანუ ყოველ ჯერზე გაოცებას ვარ მე თვითონ, 3 სხვადასხვა დასტით მუშაობ და ერთსა და იმავეს ადასტურებს. წყლის სტიქია კიდე ერთხელ გეუბნებიან, რომ მოუხმეთ შინაგან სიბრძნეს, რომელიც გაგაჩნიათ. ეს სიბრძნე შეიძლება არ არის რაღაცა დასწავლილი, მაგრამ ინტუიცია თქვენ შემთხვევაში არის ძალიან ძლიერი, ამიტომ რჩევის სახით წყლის სტიქიის წარმომადგენლებს მოგიწევთ, რომ ამ შემთხვევაში ფსონი დადოთ აპრილის თვეში თქვენს ინტუიციაზე, იქნებით ზედმეტად გამომწვევი, ზედმეტად აგრესიულები, ზედმეტად კიდე ერთხელ გეუბნებით თვალში, მოედებით, რა ვის დაიცავით ზომიერება, ბალანსი და უკვე რომ
მეტნაკლებად თქვენთვის სასარგებლო ტენდენციები წამოვა სამყაროში, მერე შეგიძლიათ დააყენოთ თქვენი მოთხოვნები და თქვენი პირობები. ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი, რომ დარჩით მეტნაკლებად გარინდებულ მდგომარეობაში, ეს თქვენთვის უკეთესია წყლის სტიქიის წარმომადგენლებო. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან, წყლის სტიქია. ეხლა ვნახოთ უშუალოდ ჰაერის სტიქიისთვის ზოგადი რჩევა რა გვაქვს. ცხრიანი თასები. ცხრიანი თასები წეღან გითხარით, რომ შეინარჩუნეთ აქაც ზოგად ტენდენციასთან მიმართებაში, შეინარჩუნეთ ბალანსი. ანუ ეს არის მდგომარეობა, როცა გარედან შეიძლება ქარიშხალია და რეალურად ყველაფერი შეიძლება ძალიან დორტვინავს, მოძრაობს, ეს არის თქვენი შინაგანი შიშები, შეიძლება 9 კლიტურებიდან გამოსვლას ლამობენ, მაგრამ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებო, ეცადეთ, რომ გაიხსენოთ ყველა კარგი დრო, რაც თქვენს ცხოვრებაში ყოფილა, არ აყვეთ ამ შიშებს, არ აყვეთ ამ რაღაცა ცდუნებებს, რომ აი რაღაც ყველაფერი ცუდად არის, ყველაფერი უიმედოდ არის, არამედ იპოვეთ შინაგანი ბალანსი და ამ შინაგანი ბალანსით მიყევით ნაბიჯ ყველაფერს. დამერწმუნეთ, რომ სამშვიდობოს ნამდვილად გახვალთ, იმიტომ რომ ცხრიანი თასების მერე მოდის 10-იანი თასების ენერგია, რაც არის ოჯახური ბედნიერება, შინაგანი ბალანსი და ზოგადად სამყაროსეული წყალობა. აი ესეთია ჰაერის სტიქიისთვის რჩევა. მადლობა ჰაერის სტიქია, რომ იყავით ჩემთან ერთად ბოლომდე და ეხლა ვნახოთ უკვე ბოდიში ცეცხლის სტიქიისთვის ზოგადი რჩევა. რა ვთქვა, არ ვიცი, აქ მე კიდე განმეორება მიწევს, ორიანი პენტაკლები, ბალანსი და სამყაროში, რომ ყველაფერი არის ზიარ-ჭურჭლის პრინციპით, აი ეს გახსოვდეთ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებო. მიღება, გაცემა და პირველ რიგში ეს საკუთარ თავთანაც უნდა განახორციელოთ, ხო? ერთი ხელით, ანუ მაგალითს გეტყვით, ერთი ხელით რომ ჯიბეში რაღაცას ჩაიდებ, მეორე ხელით იმ ჯიბიდან რაღაცა უნდა ამოიღო და გასცე. ეს ეხება ყველაფერს, ეს ეხება ემოციას, ეს ეხება პარტნიორობას, ეს ეხება თანამშრომლობას, ეს ეხება სწავლას. ხოდ რომ აი ისწავლოთ და არ გასცეთ, ესეც არ ვარგა, ხო? ეს ეხება ნებისმიერი ტიპის ურთიერთობას, რომ მიიღებთ, გაიცით და ეს ბალანსი თქვენ შემთხვევაში იქნება დაცული. აი ესეთია ზოგადი ტენდენციები აპრილისთვის თითოეული სტიქიის მიხედვით, თითოეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ესეთი გაშლა პირველად მაქვს. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო, მაგრამ თქვენი აზრიც, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რამდენად მოგეწონათ, რამდენად რეზონირდა. გელოდებით ყველას კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ თავისთავად ცხადია ვიდეოს მოწონება, დაკომენტარება, გაზიარება. ეს ყველაფერი საჭიროა ენერგეტიკული ბალანსისთვის. გილოცავთ 1 აპრილს, გილოცავთ გაზაფხულის ბოლოს და ბოლოს დადგომას, იმიტომ რომ უკვე ჰაერშიც სხვანაირი ენერგია და სურნელი ტრიალებს და გისურვებთ მშვიდობიან ნადრომ ჩაევლოს აპრილის თვეს. დროებით, ჩემო მეგობრებო, შევხვდებით უახლოეს მომავალში.